ახლა ამერიკაზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი, იქაური ამბების კუთხიდან და მათ შორის ჩვენს ახლო სამხრეთში მიმდინარე პროცესებზე უნდა ვისაუბროთ. გიორგი ხატიაშვილი ჩაგვერთვება, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ხატიაშვილი. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. გავიგეთ რომ ორი კვირით შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე და ისლამაბადში დაიწყება მოლაპარაკებები. რამე ვიცით უფრო მნიშვნელოვანი და მეტი ამის შესახებ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ხო, არმაგედონი, ასე ვთქვათ, ცივილიზაციის მიწისაგან პირის ასე ვთქვათ, წაშლა გადაიდო ორი კვირით და ისლამაბადში მოლაპარაკებები დაიწყება თუ არა, მე მგონი ჯერ კითხვის ნიშანია, თუმცა პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ყველანაირად ცდილობს, რომ პარასკევს, ასე ვთქვათ, შეხვედრა შედგეს, იმიტომ რომ პრეზიდენტმა ტრამპმა აქაც, ასე ვთქვათ, თამასა აწია, თქვა, რომ ორ კვირაში შეიძლება უკვე სრული სამშვიდობო შეთანხმება იყოს, იმიტომ რომ და იქ განცხადებებს შორის ამერიკის 15 პუნქტიანი გეგმა, ირანის 10 პუნქტიანი გეგმა, ირანმა განაცხადა, რომ ამერიკა მიიღო ბაზისად ირანის 10 პუნქტიანი გეგმა. მოკლედ აქ რაღაცა ხა პუნქტებს რო არ გადავყვეთ, თქობა რაღაცა თქვათ, რაღაცა ჩარჩო არსებობს, თუმცა ესეც რთული წარმოსადგენია, ესეთი რა ჩარჩო არსებობს. და ჯერჯერობით არსებობს პაკისტანის მედიაცია, რამდენად ხა ისლამაბადში დელეგაციები ჩავლენ, ამას დრო გვანახებს. თუმცა მაქსიმალისტური მოთხოვნები ორივე მხრიდან დაიდება მაგიდაზე. კალკი რომ გამოვიყენოთ შემოსული ჩვენს ენაში, მაგიდაზე დადო დასკვნა. ხო და აი მაგიდაზე დაიდება ეს მაქსიმალისტური მოთხოვნები. ვის აქვს როგორც ინგლისურ upper hand, ვის აქვს უპირატესობა ამ მოლაპარაკებების დროს. სამხედრო უპირატესობა გასაგებია, თუმცა ეს ორმუზის სრუტის შანტაჟის მექანიზმი აქეთ არის აშკარად. როგორ ხდება ხა ირანი ფიქრობს და უკვე გადმოიცა ხო რომ მე მგონი ის რაღაცა ის ჰქონდათ ზეიმი ქუჩაში ხო ანუ ირანი ფიქრობს რომ მან გაძლო რეჟიმი არ ჩამოიშალა მიუხედავად დეკაპიტაციისა ირანულმა deep state-მა შეძლო შეენარჩუნებინა როგორც სახელმწიფოს მართვა ასევე წინააღმდეგობის გაწევა და ამ ჰორმუზის სრუტეს ბლოკადით თუ საფრთხის შექმნით აიძულა მოლაპარაკებებზე წასული ამერიკა წამოსულიყო მოლაპარაკებებზე ერთის მხრივ მეორის მხრივ ამერიკა შეუძლია განაცხადოს რომ ეს უკიდურესი სტრატეგია ხო რასაც დონალდ ტრამპი ნეფსი თუ უნებლიეთ ეწევა ხო ეს ნიქსონის Madman Theory სტრატეგია როდესაც თქვა რომ საიდან მოდის ხო რომ ნიქსონი ცდილობდა დაერწმუნებინა ჩრდილოეთ ვიეტნამელები რომ თუ არ დაუზავდებოდნენ ისეთი ასე ვთქვათ ისეთი გიჟი იყო რომ შეძლო ბირთვული დაბომბვა ბრძანება გაეცა ბირთვული დაბომბვის ხანოის ხო აქაც დაახლოებით ეგ არის ხო რომ თუ არ გახსნით ასე ვთქვათ ჰორმუზის სრუტეს ხით არ დაგიტოვებთ და არ დაგიტოვებთ ელექტროსადგურს. ესე იგი, ხო, ამიტომ ამერიკა შეუძლია თქვას, რომ ამ თეორიამ ამ მიდგომაც მოიტანა წარმატება იმ კუთხით, რომ როგორც ჩვენ ვიცით, ეს ორკვირიანი ზავი მოიცავს ერთის მხრივ სამხედრო მოქმედებების შეჩერებას ამერიკისა და ისრაელის მხრიდან, მეორეს მხრივ ირანის სამხედრო მოქმედებების შეჩერებას, თქვა, ყურის ქვეყნების მიმართ და მესამე ჰორმუზის სრუტის გახსნას, იქ არის რა თქმა უნდა დათქმები, რომ ირანის თქო სამხედროებთან შეთანხმებით და ასე შემდეგ, მაგრამ მეტწილად, დრო გვიჩვენებს, ალბათ ჰორმუზის სრუტე გაიხსნება. ალბათ ეს იყო ყველაზე ასე თქვა დიდი დათმობა, რის გამოც თქო ამერიკის პრეზიდენტმა ეს დაბომბვა გადადო. Რა თქმა უნდა, ეხლა ვისა აქვს ასე თქვა უპირატესობა ამ მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, ეხლა 1000 ჯერ ძლიერი სამხედრო ძალა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაბამისად თქვათ ზეწოლის მეტი ბერკეტი აქვს მაგრამ ირანს აქვს ეს ძალა უძალოთა ეს თქვათ ის რომ რაც არ უნდა სამხედრო ზიანი მიადგეს ირანს ის ყოველთვის შეძლებს რომ ჰორმუზი თუ ნება არსებობს რომ ჰორმუზის სრუტეს ასე ვთქვათ პრობლემები შექმნას ჰორმუზის სრუტეში რა იმპლიკაციები გააჩნია ამ პროცესს ამერიკული შიდა პოლიტიკისათვის ახლა. ამ უხარას მათ შორის ტრამპისას და ასე პოზიციონირებას ამერიკის შეერთებული შტატების და მეორე მხრივ მაინც გაწელვას ეს უკვე გაწელილი პროცესი არის, გასაგებია რომ ჯერ აპრილის დასაწყისში ვართ და მაისის შუა რიცხვებამდე ალბათ პოლიტიკურად ჯერ კიდევ ვადა ტრამპს აქვს რომ ეს თუ ამოიწურა ეს ამბავი არჩევნებზე და შედეგს გააჩნია ბუნებრივია, მაგრამ არჩევნებისთვის რესპუბლიკურ პარტიას სივრცე ექნება.
თუმცა ამ ეს დღეები და არ არის მისთვის მომგებიანი, პირიქით, დამაზიანებელი დღეები არის პოლიტიკურად და რა იმპლიკაციები აქვს შიდა პოლიტიკურად ამ პროცესს? Ну, ჯერჯერობით ის, ასე ვთქვათ, ამ ფასს იხდის, ის ამბობს, რომ უნდა გავუძლოთ რამდენიმე კვირა მაღალ ბენზინის ფასს და ჯერჯერობით ის ბზად არის, ჯერჯერობით. ასევე მაყურებელს შევახსენოთ, რომ ეს ფანჯარა მართლა იწურება იმ კუთხით, რომ მოგეხსენებათ 4 ივლისს ამერიკა ზეიმობს 250 წლის თავს, ხო, შექმნიდან. შესაბამისად, ალბათ ახლა არ მგონია, რომ ტრამპს სურდეს, რომ ახლა ომში ჩართული შეხვდეს, ან ასე ვთქვათ, ამ ზეიმს ჩააშხამოს ეს ზეიმი, ასე ვთქვათ, ეს სამხედრო მოქმედებება. შესაბამისად, ნამდვილად ეს შესაძლებლობის ფანჯარა იწურება და თავდაპირველადაც ხო განაცხადა, რომ 4-6 კვირა იქნებოდა საჭირო, ხო, დაახლოებით 1 თვე გავიდა, ხო, თებერვლის ბოლოს დაიწყო, ეხლა აპრილია, 4 კვირა გავიდა. შესაბამისად, ყველა გამოკითხვით ეს ომი არაპოპულარულია, დემოკრატიული პარტია სასტიკად წინააღმდეგია და ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალყურს, რომ რესპუბლიკური პარტიის შიგნით ეს დაიწყო ჯერ ასე ვთქვათ კომენტატორების ფლანგზე და უკვე აი ეს ვთქვათ ცივილიზაციის მოსყობის განცხადებები უკვე შეაშფოთა უკვე წარმომადგენელთა პალატის წევრები და სენატორები. ასე რომ ასე ვთქვათ იმის მაგივრად რომ ვთქვათ სამხედრო მოქმედებებს რაღაცა ერთიანობა მოეტანა პოლიტიკურ სპექტრში ეს ასე ვთქვათ ეს კოალიცია რომელიც ვთქვათ ამ ირანთან ომს უჭერს ხარს სულ უფრო და უფრო მცირდება. და ამას საერთოდ ჩვენ გვესმის ძალიან ხმამაღალი კრიტიკული განცხადებები ევროპელი მოკავშირეების მიმართ, რომელთაც არ მოინდომეს ამ პროცესში მონაწილეობა და რატო არ მოინდომეს გასაგებიც არის აბსოლუტურად ლოგიკურია. ახლა მათ უკითხავად დაიწყო ეს პროცესი და შესაბამისად გამოდიოდა რომ ძალით ჩართვა ხდებოდა მათი ამ პროცესში და გასაგები რომ ეს არ მოინდომეს. თუმცა ამან გააჩნია ბევრი კითხვა ამ ევროატლანტიკური და ატლანტიკური ერთობის შესახებ ზოგადად და მოისმინეთ ძალიან მკაცრი განცხადებები. ელით რომ უფრო შორშელება წავიდეს ეს პროცესი ვიდრე განცხადებებია ახლა ნატოსთან დაკავშირებით, ევროპელებთან დაკავშირებით. სხვათა შორის ერთ-ერთ ბოლო პრეს-კონფერენციაზე უკვე იაპონიისა და სამხრეთ კორეის მიმართაც მოვისმინეთ საყვედური, რომ ისინი არ დაგვეხმარნენ და იქ ჯარი გვიდგას და თქვათ იქ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მემცემს პატივს თორე რას იზამდა ნახავდით. ხო, რაც შეეხება ახლა ეს მუქარებს რომ დავიმახსოვრებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მგონია რომ ასე თქვათ უფრო რიტორიკულ დონეზე შენარჩუნდება ეს დაპირისპირება. ევროპელები ასე ვთქვათ შეეცდებიან რომ შეინარჩუნონ ფასადი ერთიანობის რამდენადაც ეს შესაძლებელია იმ პირობებში რა პირობებში თქვათ ომი ირანთან ესპანეთმა არ გაატარა თქვათ არ დაუთმო საჰაერო სივრცე და ევროპელების გათვლა ალბათ არის რომ 2 წელიწადში ეს უნდა 2 წელიწადში ხო ტრამპს ვადა გავა და თუნდაც რომ თქვათ შემდგომი რესპუბლიკელი მოვიდეს ის უფრო თქვათ ატლანტისტურად იქნება განწყობილი. ტრამპის მხრიდან მე ხა არ ველოდები რომ ნატოს ესე პირდაპირ დატოვებს. მე მგონია ეს რიტორიკული პრეტენზიები უფრო გაგრძელდება და გადაიხადეთ თორე არ დაგიცავ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თუ არ ვწდები პლუს დატოვებას სენატის თუ კონგრესის თანხმობა უნდა. და ხა დე ფაქტო დატოვება თქვა თავდაცვის გარანტიების შეუსრულებლობა, ეხა იმედია ნატო ამის წინაშე არ დადგება, რომ ეხა დაიტესტოს მეხუთე მუხლი ნამდვილად მუშაობს თუ არა. თავისთავად ეგეც რომს დადგეს მაგის გამოწვევის წინაშე ამერიკისთვისაც ძალიან დამაზიანებელი იქნება. ერთია რიტორიკა, ხო და ის რომ ჩვენ ამერიკელებს არ უნდათ ფულის დახარჯვა იქ, აქ, ეს გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ ყველა კვლევა რაც აჩვენებს იმას, რომ მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომის ისეთი შედეგი, სადაც რუსეთი იმარჯვებს ან თითქოს ამერიკელები არიან რუსების მხარეს ამ ომში. ეს არის ძალიან მცდარი. პირიქით ამერიკელები უკრაინელების მხარეს არიან და ხვდება რომ რუსეთი არის ცუდი ბოროტი, რომელმაც ეს ომი წამოიწყო და შესაბამისად უნდათ რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს ომში. ერთი მოცემულობა რატომაც მათ შორის საკუთარ ძალიან ნეგატიურ დამოკიდებულებას ზელენსკის მიმართ ასე ახტება ყოველჯერზე ტრამპი და მაინც უწევს და აგრძელებს უკრაინასთან რაღაც დოზის ურთიერთობას, ეგეც არის ამერიკის საზოგადოებრივი განწყობა. არ ფიქრობთ ასე?
რა თქმა უნდა, ესეც არის და ეს საზოგადოებრივი განწყობა ერთი და მეორე ის რომ ასე ვთქვათ ორ პარტიული მეტნაკლებად მხარდაჭერა, ხო? შეიძლება ითქვას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაც ბატონ ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა, თქვათ პირდაპირ ფულადი დახმარება ამერიკის მხრიდან მე მგონი უკრაინის სამხედრო თუ ასე შემდეგ განულდა, მე ზუსტად რიცხვები არ ვიცი, მაგრამ ბაიდენის დროს მილიარდები რომ მიეწოდებოდა უკრაინას იარაღის სახით თუ ისე სახსრების სახით ეს განულდა. ერთადერთი რაც აქამდე ხდება ეს არის სადაზვერვო ინფორმაციები ვის მიწოდება და ესე თქვა ნატოს მიცემთ იარაღს, რომელიც ის ჩვენგან იყიდის და მე ნატო გადასცემს უკრაინას, რომელიც რაც ირანში ომი დაიწყო, ორი ფაქტორის გამო შეექმნა პრობლემა. ერთი რომ თქვა ფიზიკურად ხო რაღაცა ეს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა ეს პატრიოტის რაკეტები უბრალოდ ამდენი არც არის და მეორე ის როგორც თქვა ჩვენ წავიკითხეთ გაზეთებიდან რომ ემუქრებოდა ხო ევროპას რომ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყოთ თქვენ თუ ჰორმუზის სრუტის გახსნაში არ დამეხმარებით. მეორე საკითხი რაც თქვა ტრამპის მოსვლის შემდეგ ჩვენ ხედავთ უკრაინის მიმართულებით ეს არის რა თქმა უნდა მოლაპარაკებების გააქტიურება, ხო? მაგრამ აქაც თქვა ირანმა ეს საკითხი შეაჩერა იმის გამო რომ რა თქმა უნდა სამხედრო მოქმედებები დაიწყო, მაგრამ ადმინისტრაციულადაც ერთი და იგივე წყვილი მართავს ორივე მოლაპარაკებებს, ხო, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, ხო და ეს ხალხი ხო ხა ორ ასეთ სერიოზულ ერთდროულად ხო ვერ წარმართავს, ხო? აქეთ და შესაბამისად ჯარედ კუშნერს იმდენი საქმე ქონდა პირველი ადმინისტრაციის დროს 5 პროცესს ერთად მართავდა მგონი და ხო არ გაგვიკვირდეს რომ დაევალოთ. ეხლა როგორ შეძლებთ ეს სხვა საქმე. ხო, ეგ ბევრი კითხვა სხვათა შორის უიტკოფის კომპეტენტურებასთან დაკავშირებით, საერთოდ ესმის თუ არა რას ნიშნავს 460 კილო გამდიდრებული ურანი და რა უთხრა იქ ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეგ კიდე მერე ისტორიკოსები ალბათ გაარკვევენ. არის ლაპარაკი რომ უბრალოდ ირანმა უთხრა რომ გვაქვს და ეგ ახლა განცხადებული გვაქვს და ამ კაცმა ჩათვალა რომ ირანი მემუქრება რომ 11 ბირთვულ ქობინას გავაკეთე. ეს ისტორიკოსები მერე გაარკვევენ რამდენად რა მოხდა ბოლო რაუნდში ჟენევის მოლაპარაკებების სანამ ომი დაიწყებოდა. მადლობა ძალიან დიდი. გიორგი ხატიაშვილი იყო ჩვენთან ერთად პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. დაგემშვიდობებით.